გამოხვალნა საქართველოს 204 სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩატარდება. გაკვეთილები გრიპის გამო შეწყდება 180 სკოლაში. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებაში დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული პრევენციული ზომები ტარდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანას ეპიდემიურ ზღვართან მცირე მაჩვენებელი აშორებს. საქართველოს 180 სკოლაში ხვალ სწავლის პროცესი მინიმუმ 3 დღით შეწყდება. მითითებების სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღეს. სწავლა იმ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეჩერდება, სადაც გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჯარბებს. სკოლებიდან შემოდის ინფორმაცია დასწრებასთან დაკავშირებით, შემდგომში უკვე მუშავდება ეს ინფორმაცია და განათლების და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება გამოსცეს შესაბამისი ბრძანება სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. გაცდენილი საათები უკვე ანაზღაურდება შაბათი დღის ხარჯზე. განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ წინა სასკოლო და სასკოლო ასაკში ავადობის მაჩვენებელმა მოიმატა, ვირუსის გავრცელების ადგილი კი ძირითადად სწორედ სასწავლო დაწესებულებებია. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მეტად იქნებიან ბავშვები იზოლირებული, ანუ ინფექციის გავრცელების საშიშროება ნაკლები იქნება და მეორე მხრივ მოხდება სკოლების და ვთქვათ ბაღების კიდევ უფრო განიავება, დალაგება სანიტარული წესით. 322 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე. ასეთია გრიპის გავრცელების ინტენსივობა ამ დროისთვის. ლაბორატორიულად H1 ვირუსის 111 და H3-ის 4 შემთხვევა დადასტურდა. გავრცელება არის საყოველთაო, რაც ნიშნავს იმას, რომ არის ყველა რეგიონში რეგისტრირდება, ეპიდემიურ ზღვარს არ უახლოვდება ჩვენი მაჩვენებლები, თუმცა არის ზრდის ზომიერი ტენდენცია, რაც გვანიშნებს, რომ მომავალ კვირებშიც იქნება გარკვეული ზრდა. აქტიური მიმართვაა დედაქალაქის მასშტაბით გახსნილ ჯანდაცვის საგანგებო ცენტრებში, თუმცა მედიკოსები აცხადებენ, რომ პაციენტების უმრავლესობას მწვავე რესპირატორული დაავადება აღენიშნება და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მათ მცირე ნაწილს სჭირდება. ამ დღეების განმავლობაში, რაც ეს აქცია დაიწყო, შემოსულია 500 პაციენტი, ჰოსპიტალიზირებულია 4 პაციენტი, მთლიანად მათი მდგომარეობა სტაბილურია. გრიპის გავრცელების ინტენსივობის კიდევ უფრო მატებას სპეციალისტები თებერვლის ბოლოს ელოდებიან.